თბილისის მოდის კვირეულისთვის 20-მდე დიზაინერი ემზადება და როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი, ამის შესახებ მირსი სულხანიშვილი გვიამბობს. საინტერესოა, როგორ კოლექცია შემოგთავაზებს დალოუდ ჯგუფი თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით დალოუდ ჯგუფის დამფუძნებელი მაკა კვიციანი გაგვესაუბრება, როგორი ქალბატონებისთვის არის გათვლილი დალოუდის შემოდგომა ზამთარი 2015-2016. გაბედული ქალისთვის, მეტყვი რომ აქ არის შლაგზეი, რომელიც ყველა ალბათ ვერ ჩაისმევს, არის ძალიან დახვეწილი ფორმები, ქალური ფორმები, ბევრი ფერებია. ეს არის 70-იანი, 90-იანი წლების ინსპირაცია არის აქიდან. ანუ ხედავთ ხო ფორმას, ხა ეთყობა ამ კომბინიზონსაც ხო? რამოდენიმე კომბინიზონი იქნება თვითონ ჩვენებაზე. ეხლა ტენდენცია ზოგადად 80-იანები და 70-იანები, არა მარტო საქართველოში, ხო? თელ მსოფლიოში. აი მხრები, რომელიც ძალიან დამახასიათებელია 80-იანი წლებისთვის, ეს არის ძალიან სარისკო, მაგრამ მაინც შევეხეთ. მგონია, რომ ეს იქნება მომავალი სეზონის ჰიტი. ფერებიც ხო, ეს არის მეტალიკი, ოქრო, რომელიც არის ასეთ ვერცხლის ფერში გამოყენებული და უამრავი გრადაცია გვაქვს ამ ფერების. ფართო შარულები, რომელიც მთელ კოლექციის განმავლობაში იქნება გამოყენებული სხვადასხვა შესრულებით და სხვადასხვა ფერებში. ჟატი, ნაჭრის თვითონ ლისტა და ესეც ძალიან აქტუალურია. დაბალი შარლები აღარ არის მოდაში, იქნება სულ წელზე წელიდან წამოსული, თუნდაც შარვალი, თუნდაც ქვედაბოლო, 3/4, რასაც ვეძახით ხო? აი ეს სამხრეები, ესეც ძალიან აქტუალურია. ჩვენ კიდევ ერთი ქართველი დიზაინერის შესახებ მოგიყვებით, ბრენდი ელოში, მისი დიზაინერი კი ლელა ელოშვილი. ლელა, როგორ ქალბატონს წარმოიდგენ შენს კოლექციაში? ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ დიზაინერი და ჩემი ხასიათი ჩანს ჩემ კოლექციაში ყოველთვის. ვიტყოდი, რომ ძლიერი, თავდაჯერებული, რაღაცა ესე რომ გადახედო კოლექციას, ხო, მე ვიტყოდი, რომ რაღაცა 60-იანების ბოლო და 70-იანების დასაწყისის რაღაცა ელემენტები მაქვს აღებული. აი პრინტების ინსპირაცია არის 60-იანი წლები. რა თქმა უნდა, ასევე დეტალების ინსპირაცია არის 60-იანი, იმიტომ რომ თუნდაც ინტერიერში ყველგან ძალიან მომწონს ეს პერიოდი, განსაკუთრებით ავეჯი ამ პერიოდის და აი რაღაცა დეტალები მაქვს კონკრეტულად აი ამ ავეჯიდან ამოღებული, ჯიბებზე მაქვს გამოყენებული სხვათა შორის აი წრეები. წელზე მომდგარი, მაღალწელიანი შარვლები, თავისუფალი ფორმის. მე ვიტყოდი, შეიძლება იყოს ეს კოჭთან, ასევე შეიძლება იყოს გრძელი, რომელიც ფარავს სრულიად ქუსს, სრულიად თავის იყო პერიოდი, ესეთი შლაგსების პერიოდი, გვიბრუნდება სწორედ. შეეხება ტექსტილს, მე ვხედავ, რომ შალი გაქვს გამოყენებული, ასევე ეს არის აკვალანგის ესეთი ქსოვილი, ეს ეძახიან ამ ქსოვილს. მდგრადობა აქვს და დგომა აქვს ძალიან კარგი, რაც მინდოდა ამ კოლექციაში ყოფილიყო ესეთი მდგრადი და არადავარდნილი ქსოვილები, ეგრეთ წოდებული სკლადკები გამოყენებული.